მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. წალკის სოფელ ხაჭკოვი გუმბათის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა დაზიანებულია. ჩვენი რედაქცია წლებია მუშაობს აღნიშნულ საკითხზე. მიუხედავად დაპირებებისა, აღნიშნული პრობლემა ჯერ არ მოგვარებულა. ჩვენი კორესპონდენტი ლამუნა ირემაშვილი წალკაში იმყოფებოდა და ადგილობრივებს გაესაუბრა. გთავაზობთ სიუჟეტს. გზა, რომელიც წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჭკოვსა და გუმბათს აკავშირებს, წლებია დაზიანებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს. გრუნტიანი გზა წვიმის დროს კიდევ უფრო მეტად გაუვალი ხდება. ნალექი მონაკვეთის მსუბუქი ავტომობილებისათვის გაუვალს ხდის. ხაჭკოველები წლებია უშედეგოდ ითხოვენ სოფლამდე მისასვლელი გზის მოწესრიგებას. ჩვენი რედაქცია ასევე წლებია მუშაობს ამ თემაზე. გზის რეაბილიტაციის საკითხი 2023 წელს უნდა გადაწყვეტილიყო, თუმცა მდგომარეობა უცვლელია 2026 წლის მაისშიც. ხაჭკოვში ჩვენი გადამღები ჯგუფი მოსახლეობის თხოვნით ჩავიდა. დაზიანებულ გზაზე გავლა ჩვენ მსუბუქი ავტომობილით ვერ შევძელით. დანიშნულების ადგილამდე მისვლა მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით შევძელით. დიახ, მოკლედ ჩვენ საერთოდ გზა არ გვაქვს. შეუძლებელია სიარული. არც მანქანა, არც არაფერი, არც ტრანსპორტი. ძალიან რთულია აქ. პოლიციაც ვერ ჩამოდის, სასწრაფოც ვერ ჩამოდის. საერთოდ ვერაფრით. ყველაზე ცუდი გზები ჩვენთანაა. ჩვენ გზას ვითხოვთ, რადგან თავად ნახეს, რა გზები გვაქვს და როგორ უხდება სოფელში ცხოვრება ზამთარში უგზოობის პირობებში. მადლობა ღმერთს, ზოგჯერ არიან ადამიანები, რომლებიც აუქციონს იგებენ და წმენდენ. კარგია, თორემ შეუძლებელია. ეს რაიონის ყველაზე შორეული სოფელია. ზამთარში კერძო მანქანებიც, ადამიანები კერძო მანქანებს ყიდულობენ. ამ გზაზე ისინიც ფუჭდება, არავის ჭირდება. ავტობუსი, მარშრუტკა არის, მაგრამ ის ზამთარში ვერ გადის. თუ გზა არ გაიწმენდა, როგორ იმგზავრებ? სოფელ გუმბათიდან ხაჭკოვამდე დაახლოებით 7 კილომეტრია. ადგილობრივების თქმით, ამ გზის დაფარვას 40 წუთს ანდომებენ. დაზიანებული გზის გამო კი მათთან სოფლის მეურნეობის პროდუქტების შესაძენადაც არავინ დადის. არადა ეს მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა. ძალიან ცუდია ჩვენი გზა. მანქანები ვერ დადიან. სასრაფი თელი საათი უნდა წავიდან აქა. 7 კილომეტრი 40 წუთი უნდა. თქვენ ჩამოხმეთით ამ გზით არა, ნახეთ როგორია. რამდენი ხანი ჩამოხმეთით გუმბათიდან აქამდე. ხაჭკოველები ამბობენ, რომ მათ წალკის მუნიციპალიტეტს რამდენჯერმე მიაკითხეს. აიმედებენ და ეუბნებიან, რომ გზა იქნება. რას გეგმავს წალკის მერია? აქვს თუ არა მუნიციპალიტეტს გამოყოფილი ხაჭკოვის გზის რეაბილიტაციისთვის 2026 წლის ბიუჯეტში თანხა? ამ შეკითხვების დასმა ჩვენ წალკის მერიაში პასუხისმგებელ პირებთან ვცადეთ. მათ შორის დაუკავშირდით წალკის მერ ილია საბაძეს. მივაკითხეთ მუნიციპალიტეტის შენობაშიც. ადგილზე მისულებმა ვცადეთ მერის მოადგილეებთან შეხვედრაც, თუმცა პასუხი ვერავისგან მივიღეთ. წალკის 2026 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის პირველადი ვერსიის მიხედვით მუნიციპალური გზების შეკეთებისთვის, მოხრეშვისთვის, რეაბილიტაციისთვის 6.754.600 ლარია გათვალისწინებული. შედის თუ არა ამ თანხაში ხაჭკოვის გზის მოწესრიგება, დოკუმენტიდან ეს ვერ ირკვევა. ხაჭკოვის მაცხოვრებლების ნაწილი გვიყვება, რომ გზის შეკეთების მოთხოვნაზე მერიაში ისინი საგზაო დეპარტამენტისკენაც გადაამისამართეს. ჩვენ ვიყავით წალკის მუნიციპალიტეტში, აი გზის ამბავზე ჩამოხვედით, მთელი სოფელი იქნება და რა ვიცი, ეცახიანო იქნება. მაინც როდის იქნება? შარშან ვიყავით, 2 წელს წინ ვიყავით, აი ყოველწლი ერთჯერ, სამჯერ, 4ჯერ დავდივართ მთელი სოფლით იქა წალკის მუნიციპალიტეტში. რა ვიცი, თავრობა ეცახიანო იქნება. მაინც აქამდე აღარაფერი ჯერ აღარ გაიგო. აი თავარი პრობლემა იყო. რამდენად კავშირშია საგზაო დეპარტამენტი სოფელი ხაჭკოვისკენ მიმავალი გზის შეკეთების საკითხთან, ჩვენ გასარკვევად ამ უწყებას დავუკავშირდით. საგზაო დეპარტამენტში გვეუბნებიან, რომ წალკის სოფლების იმერა, ბარეთი, თეჯისი, ჩიფთქილისა, ხაჭკოვი, გუმბათი, ავრალო საავტომობილო გზის კილომეტრი 7 და კილომეტრი 11 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დაიწყება. თუმცა შედის თუ არა მონაკვეთში სოფელ გუმბათის ხაჭკოვთან დამაკავშირებელი გზა, ამას უწყებაში ვერ გვიზუსტებენ.
ამ საკითხზე ჩვენი რედაქცია მუშაობას კვლავაც განაგრძობს. ინფორმაციის მიღებისა და დაზუსტების შემთხვევაში დამოუკიდებელ მასალას შემოგთავაზებთ. წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი ხაჭკოვი ზღვის დონიდან 1860 მეტრზე მდებარეობს. ის ერთ-ერთი მაღალი სოფელია ამ მხარეში. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფელში ბოლოს 2014 წლის აღწერის მიხედვით 554 მოსახლე ცხოვრობს. დაიცავი ილიაუნის ლაივ მარათონში დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისთვის თანხის შეგროვება დაიწყეს და 18 საათის მონაცემებით 400,000-ზე მეტი ლარი შეგროვდა. ინფორმაციას დაიცავი ილიაუნი ავრცელებს. 20 მაისს საღამოს დაახლოებით 17 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტებმა სოლიდარობის კამპანია დაიწყეს. მოძრაობა დაიცავი ილიაუნის წევრებმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების დასახმარებლად ფულის შეგროვება დაიწყეს. ინიციატივას მალევე შეუერთდნენ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ახალგაზრდებით. თანხა დიუშენის დაავადებული ბავშვების ყოველდღიური საჭიროებებისთვის გროვდება, რაც არის სასუნთქი აპარატები, მედიკამენტები, ეტლები, მასაჟები და სხვა. გადავხადო ილიაუნის ბავშვებს ჩვენი გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერით. მინდა მადლობა გადავხადო თითოეულ ბავშვს, თითოეულ ადამიანს, ვინც თანხა გაიღო ჩვენი ბავშვებისათვის. ძალიან მიყვარხართ ბავშვებო და აი სულ ვფიქრობ, რითი გადავიხადო თქვენი სიკეთე და იმედია როდისმე დაგჭირდებით და მზად ვართ ჩვენც რომ გვერდში დაგიდგეთ ყოველთვის. ახალციხის მერია სკვერებისთვის 70 ლამპიონის შეძენას გეგმავს, რისთვისაც მუნიციპალიტეტის მერია 100,000-ზე მეტის დახარჯვას გეგმავს. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. დოკუმენტის მიხედვით იგეგმება 38 ცალი ლამპიონის შეძენა, რომელსაც 3 განათების თავი ნატურა ექნება. ასევე მერია აპირებს 32 ცალი ერთთავიანი ნატურა ლამპიონის ყიდვას. წინადადებების მიღება 26-28 მაისს იწარმოებს. სამუშაოების შესრულებისთვის ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეა. ბაქო-თბილისის ყარსის რკინიგზა უახლოეს დღეებში გაიხსნება. აღნიშნულის შესახებ მარიამ ქრივიშვილმა განაცხადა, თუმცა კონკრეტულად როდის არ დაუსახელებია. ქრივიშვილის თქმით, მხარეებს შორის ტექნიკური და კომუნიკაციული მოლაპარაკებები დასრულდა და პროექტის სრულ ექსპლუატაციაში მიღებამდე პროტოკოლს ხელი უკვე მოეწერა. ბაქო-თბილისი ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი 2017 წელს ამოქმედა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი ახალქალაქის ახალი რკინიგზა და განხორციელდა ახალქალაქი თბილისის მონაკვეთის რეკონსტრუქცია. მაგისტრალის საერთო სიგრძე 827 კილომეტრია. ჩვენი რედაქცია ეკონომიკის სამინისტროსგან ელოდება ინფორმაციის მიღებას რკინიგზის გახსნის კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით და იმის შესახებ თუ რა ტერიტორიას გაივლის მატარებელი სამცხე ჯავახეთში. ბენდი მარე 14,500 ლარად იმღერებს ადიგენში 26 მაისთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. მუნიციპალიტეტი ჯგუფს ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში გამარტივებულ ხელშეკრულებას გაუფორმებს. ადიგენის მერიის ცნობით 26 მაისს დამოუკიდებლობის დღესადმი მიძღვნილ ღონისძიება ცენტრალურ პარკში 15 საათიდან დაიწყება. ბოლოზარი ახალციხის კერძო სკოლა მზექაში. დღეს კურსდამთავრებულები სკოლის მიმდებარედ შეიკრიბნენ და ბოლოზარის ღონისძიება გამართეს, რომელსაც ჩვენც ვესწრებოდით. სკოლის დირექტორის ბელა კაპანაძის თქმით, წელს სკოლა 10 მოსწავლემ დაამთავრა. საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჯამში 100 ბავშვი სწავლობს. სკოლა ძალიან მომენატრება, საგანკვეთილო პროცესებიც რა თქმა უნდა მომენატრება და ყველაზე მეტად მომენატრება ჩემი კლასელები, მათთან ერთად გატარებული დრო. ძალიან ბევრი მოგონება დაბიგროდა ამ 12 წელში და ძალიან მომენატრებიან ისინი. კი, რა თქმა უნდა, ჩაბარებას ვაპირებ. მინდა არქიტექტურაზე ჩაბარება თავისუფალ უნივერსიტეტში და იმედია ჩემი მოლოდინები გამართლდება. მე და ჩემ კლასელებს ძალიან ბევრი რაღაცა გვაქვს გაფუჭებული სკოლაში. ერთხელ დაფა ჩამოვაგდეთ, ერთხელ კარები ჩამოვაგდეთ და ამ ყველაფერს ძალიან ტკბილად და ხალისინად გავიხსენებთ მომავალ დროს. ძალიან მომენატრება სკოლა, ძალიან, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ჩემი კლასელები, მათთან ერთად ყოველი გატარებული წუთი ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ყოველ დასვენებაზე ალბათ როგორც ვერთობოდით, ეგ იყო ჩემთვის ყველაზე საყვარელი მოგონება და ვაბარებ თბილისში ეკონომიკაზე. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვია ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ორშაბათამდე.